წარმატების ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი არის თანამშრომლების გააქციონერება. მე ის გძნობს, რომ ის მისია, მისი ბიზნესი. დღევანდელ გადასახედიდან გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს აღსრულებას და იმპლემენტაციას, იდეის ხორცშესხმას. 40 წლიანი ჯორნის განმოსახედიდან რა თვისებები არის კრიტიკური ენტერპრენიორში? შეცდომების აღიარება. პაატა ღაძაძე 38 წელი ქართული ბიზნესის შექმნაში და განვითარებაში. პირველი დასავლური ბანკის იდეიდან შექმნა ინსტიტუცია და სისტემა მაშინ, როცა თანამედროვე ბიზნესის სისტემები და წესები ჯერ არც არსებობდა. მიზანდასახული ხალხი შეცდომებსაც მალე აღიარებს. არ ჯიუტდებიან სტოპ-ლოს საკითხაო მარცხდი, წავაგე. მოდი ახალი დავიწყოთ ახალი კურსი. საქართველოს ყოველთვის იყო და ალბათ რჩება პროგრესის მედროშე. რანაირად აღმოჩნდი 15 წელიწადში ასეთ ინოვაციაში. ვესტერნიზაცია. სტრატეგიული მენეჯმენტიდან პორტფელურ ინვესტორობამდე ერთი მთავარი პრინციპი. ნდობა უფრო ძლიერია ვიდრე კონტროლი. უსხვა ცხოველია ბანკი, ითხოვდა შენს სწრაფ ზრდას. მითოლოგიური ამირანივით უნდა გაზრდილიყავი საათებში, უნდა დაწეოდი. პატარა ზომის ქვეყნებში სწრაფად მიიღება გადაწყვეტილებები, მარტივად შეიძლება დილი დადო, მაგრამ ასევე მარტივად შეიძლება დაიმსხვრე. სადაც მივხვდი, რომ მე უკვე კონტრიბუტორი აღარა ვარ ინოვაციის, რეკრუტმენტის კულტურის, იქ ამოწურულად ვძნობ თავს. დღეს უიწყებდი ბიზნესს, რა შეხედავთ?